მომავალი წლის მთავარი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების ჩამონათვლის დასაზუსტებლად რუსთავის მერი შეხვედრებს აგრძელებს. მოსახლეობისთვის მიცემული პირობის შესაბამისად შეხვედრები საცხოვრებელი კორპუსის ეზოებში იმართება. რა პრობლემები აქვთ ჩაპაევის ქუჩის 3 ნომერში მცხოვრებ რუსთაველებს, ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. კიდევ ერთი უბანი, სადაც დავით ჯიქია იმყოფებოდა ჭყონდიდელის დასახლებაში არსებული ჩაპაევის ქუჩა. ქალაქის მერის 3 ნომერში მცხოვრებ მოსახლეობა შეხვდა და საცხოვრებელ კორპუსში არსებული პრობლემები პირადად ნახა. ადგილობრივებმა მას პირველ რიგში საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების საკითხის გადაწყვეტა და სახურავის გადახურვა სთხოვეს. კორპუსში დაახლოებით 22 ოჯახი ცხოვრობს, მათ აღნიშნული პრობლემა უკვე რამდენიმე წელია აწუხებთ. ძალიან დიდი ცუდი მდგომარეობა არის. თუ რამე შეუძლიათ ეხლანდელ მერს, რომ აქ ამდენი ხანი რომ არაფერი გაუკეთებიათ, არ გვაქცევენ ყურადღებას, ახლა მაინც მოგხვედონ და თუ ვთხოვთ, რომ რამე გაითვალისწინონ ჩვენი მდგომარეობა. მერმა პირობა მოგცა, რომ რაღაცნაირად დაგეხმარებით. ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ვცხოვრობთ 30-40 წლებია და თავზე სახურავი არ გვახურავს. ვთხოვთ, თუ კი ვინმეს რამე შეუძლია, ვინმეს რამის გაკეთება შეუძლია, ყველაზე დიდ მადლს ამას გააკეთებენ, რომ მოგხედონ და ელემენტარული ყურადღება მოგვაქციონ, ბევრს ხო არაფერს არ ვითხოვთ. დაგხურონ, რომ არაფერი მსხვერპლი არ მოხდეს. დავით ჯიქიამ ჩაპაევის ქუჩის 3 ნომერში მცხოვრებ მოქალაქეებს საკითხში დეტალურად გარკვევის პირობა მისცა, რის შემდეგაც უშუალოდ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე იმსჯელებს. ფაქტურად სახურავი განადგურებულია, დიდი ალბათობით გარეთ როგორც წვიმს, ალბათ ისე წვიმს შიგნითაც. გარდა ამისა, პრობლემა აქვთ მეორე ამ ხალხს ესახლები არ არის მათ საკუთრება. ან თავის დროზე მე როგორც ვიცი, წითლეზოში მოყოლილი კორპუსებია. ან ფაქტიურად როცა ხდება რაღაცის გადახურვა, ან გაკეთება რეაბილიტაცია, ან უნდა იყოს თვითმმართველობის საკუთრება, ან მოსახლის საკუთრება, ამ შემთხვევაში პრობლემა არის ის, რომ არ დავისაკუთრებას არ წარმოადგენს აღნიშნული ობიექტი, ან საცხოვრებელი სახლი. ამ საკითხზე დავიწყებთ მუშაობას, ჩვენ ალბათ დაგვჭირდება სამინისტროს დახმარებაც და შეძლების ფარგლებში შევეცდებთ მაქსიმალურად, რომ ეს პრობლემა გადაუჭრათ. ქალაქის მერის გადაწყვეტილებით შესაბამისი უწყებიდან მიღებულ ინფორმაციას ჩაპაევის 3 ნომრის მოსახლეობას პირადად აცნობებს.